გამარჯობათ მეგობრებო, მოვედი ეს წუთია და ვარ სულ სველი, ისეთი სიცხეა გარეთ, ისეთი სიცხეა საშინელი. ხო, ეს არ შეიმჩნიოთ სახლის კოპტით გავედი, იმიტომ რომ სახლისაა, მაგრამ გარეთაც ჩაეცმება, ანუ არ არის ისეთ მდგომარეობაში და რადგან ახლოს მივდიოდი მაღაზიებში, გავედი ამით არაუშავს. თავარია სულ ასე არ ვარ. ხო, ეგ ისე. ხო და თმები რაც მქონდა, მეგობრებო, გაუთავებული და მოწესრიგებული, ისე ჩამცხადა, გავიოფლე და ისე ავიკარი, რომ არაფრის თავი აღარ მაქვს. ძალიან მაგარი სიცხეა. აი სულ სველი ვარ, გჯერათ. ეხლა კარიც ჩავხურე, რომ ნუ რაც ვარ ეს ვარ ახლა. კარიც ჩავხურე, ხმაური რომ არ იყოს და ხომ გითხარით რისთვის მივდიოდი მეგობრებო, გაჩვენებთ ეხლა და ისე გამოვიცვლი ბარემ. ChatGPT ხომ მითხრა მეთქი გითხარით და ჩავედი ვაიგებში. ChatGPT-ს ტყუილი არ უთქმია, იყო, მაგრამ იყო ღიაფერების მაისურები. მე მინდოდა მაისური. რადგანაც და ვინაიდანაც ჩემი ბიჭი გიგა ხვალ იუბილარია, მინდოდა დღეს ეს ყველაფერი მეყიდა და რაც მინდოდა გულში მქონდა მეყიდა და მისთვის მეჩუქებინა, მინდოდა, ხო და ჩემი გიგა არის, კი, ტატუს სალონში მუშაობს და ამ საქმეებით არის დაკავებული, მაგრამ არის მოყვარული მძიმე როკის მეტალიკას მოყვარული და განსაკუთრებით. შეიძლება სხვა მასაც უსმენდეს, მაგრამ მეტალიკას უსმენს განსაკუთრებით და მოყვარულია და ბევრი რამე აქვს მაგისი და სულ მაგენის მაისურებით დადის და სტილი აქვს ისეთი, ის სხვას რამეს მაინც არ მოიწონებს. ვიცი მე მაგის ხასიათი, ხო და მინდოდა იმის და ეს მივწერე ChatGPT-ს და იყო რაღაც მსგავსი, მაგრამ ღიაფერები და ღიაფერს არ იცმევს. იცმევს ძირითადად შავ ფერებს. მერე წამოვედი იქიდან, შევიარე პლაზაში, ვარჩიე მეგობრებო და ვერაფერი ისეთი ვერ შევარჩიე და რადგანაც და ვინაიდანაც მუსიკასთან არის დაკავშირებული, ბოლოს ავარჩიე ეს, არ ვიცი რამდენად ჩანს. სანთებელა მუსიკის ნოტი აქვს დადებული, ეს მუშტუკი, ასე ქვია ხო? და თვითონაც ეწევა სიგარეტს, ეს საწმენდია და ეს არის დასატენი სითხე. ხო და ეს არის მშვენიერი საჩუქარი მისთვის, იმიტომ რომ გამოსაყენებელია. ამაში მივეცი 50 ლარი მეგობრებო. აი ნახოთ ეს როგორია. იმედია იმუშავებს ახლა და არ შემარცხვენს. იქ კი აღარ შევამოწმებიე. თუმცა კი მითხრა იმან, რომ ამასო ახლავსო ინსტრუქციაო და დატენისო, როგორ უნდა დატენოსო და ალბათ მიხდება და დატენის. ხო, ახლავს ყველაფერი ახლავს. აი ასეთ კომფორტულ ყუთშია. მერე მეგობრებო, გაფუჭებული ქონდა სატენი და ჩემი სატენით ტენი და უფრო მეტად მისიც ტენი და მაგრამ ძალიან ისე. და რადგანაც ესეც შევამჩნიე მე რომ მას პრობლემა ქონდა, ვუყიდე ხარისხიანი რაც შეიძლება, 30 ლარი ღირდა ეს სატენი. ძალიან კარგი სატენი ვუყიდე და ესეც ამასაც ვაჩუქებ. მე ამგეს მირჩევნოდა მაისური, მაგრამ რადგან ვერ ნახე და ძალიან ძნელია რომ ნახო ზუსტად მასეთი, ამიტომ ესეც გამოსაყენებელია და მოიხმარს დიდი ხანი და
მე მგონი ცუდი არჩევანი არ გავაკეთე და კიდევ დავახვედრ რომ მინდა ამაღამ იმედია მოვათ ტორტი ძალიან ლამაზი ტორტია ეხლა აი ასე გვერდიდანაც ჩანს ეს არის საკონდიტრო გეამას ტორტი მე ძალიან მომწონს მაგენის ტორტი ძალიან გემრიელ ტორტებს აკეთებენ არ ჩამოუვარდება მაგალითად ძალიან ისეთი პოპულარული საკონდიტროები რომ არის არ ჩამოუვარდება ნამდვილად და ბევრჯერ მიყიდია და ბევრჯერ მოწონებია სხვასაც ხო და მე მინდა რომ შევხვდე ცოტა გავამხნევო ჩემი უმნიშვნელო საჩუქრებით და ტორტით ხო წინა ვიდეოშიც თქვი რომ ჩვენ დიდად სუფრებს არ ვაკეთებთ ისე ოჯახურად ჩვენ მარტო შეიძლება არც მოვიდეს ამეღამ ან გინდაც ხვალე თავის დროზე და იმიტომ რომ მისი წრე ყავს მისი სამეგობრო ყავს და იმას ურჩევნია ვიცი დარწმუნებული ვარ ურჩევნია თავის სამეგობროში გაატაროს ის დღე და ჩვენ ელემენტარულად სახლში ისე მარტო მილოცვებით და დიდ სუფრას და საერთოდ სუფრას არ ვაკეთებ გამოუცხობ მის საყვარელს პიცას, ხაჭაპურს, რამეს და მივართმევ ტორტს და ეგ იქნება. ყოველდღე ვაჭვევ თქვათ ხაჭაპურს და ეგ, მაგრამ მას რაც უყვარს ის მინდა გავაკეთო და მარტო ჩვენ შევხვდებით. ჩემი გელა მეორე ბიჭი ისედაც თქვიგულში რომ მიდის თურქეთში და იმას თავისი საქმე აქვს ვერც ჩამოვა და არც არის აუცილებელი და ჩვენ არც ვართ ასე ვაიმე აღნიშნოთ და რაღაც და ამისთვის მოუწდეთ მთელი დღე და ყველა დღე არის განსაკუთრებული მეგობრებო დღეს თუ გახდი მაგალითად თქვათ ამ ასაკის და არის შენი დაბადების დღე ხვალის მეორე დღეც იგივე დაბადების დღეა რადგან მეორე დღეს აგრძელებს სიცოცხლეს ჩვენ ასე წარმოგვიდგენია აღსანიშნავია მისალოცია უბრალოდ ასე მოკლედ ასე შინაურად და არც არავის ვაწუხებთ და არ უღნიშნავთ ჩვენ რა ვიცი შეიძლება ძალიან ისე ჟღერს ახლა რომ რაღაც სულ სხვანაირები ხართო მაგრამ ნუ ასე ვართ ჩვენ იმიტომ რომ მე მაგალითად ხო გიგა 30 წლის ხდება მეგობრებო რაღაც ასეთი მრგვალი თარიღი რა მრგვალი თარიღი ქვია მასაც ხო 30 წლის ხდება მაგრამ რადგან იმას თავისი სტილი აქვს ცხოვრების და თავისი როგორ გითხრათ სამეგობრო წრე და იგი როგორც უნდა მას იცხოვროს ისე იცხოვროს და როგორც უნდა მას ისე გაატაროს არ არის აუცილებელი გაშალოს სახლში სუფრა რაღაც კი თავის სამეგობრო სახლშიც მოიყვანს როგორ არა ვინმე კი არ უშლის ამას მაგრამ ნუ თავისი იგი აქვთ რა არ უნდათ ასე სახლში ურჩევნიათ მათთვის მათებურათო რომ იტყვი და აღნიშნავენ იქ სადაც გავხარდებათ მათ ჩვენს მშობლების ასე აღუღნიშნავთ სახლში ერთ ჭიქას მეუჭახუნებთ და მორჩა ხო სუფრებს და ეგეს არ ვაკეთებთ დიდად სურვილი რომ მქონდეს რა თქმა უნდა გავუკეთებ მაგრამ რადგან არა მისი ნება აი ჩემი შეხედულებაც როგორია დაბადების დღე მაგალითად დღეს გავხდი 40 წლის და ხვალე ერთი დღე ემატება ჩემო 40 წელს ის ერთი დღე იმდენად მნიშვნელოვანია რომ მე ხვალ 40 წლის და ერთი დღის ვარ იმ დღესაც ჩემთვის დაბადების დღეა თუ არ ჯანმრთელად თუ არ კარგად და თუ მემატება ის დღეც იმიტომ რომ ხვალინდელი დღე როგორ გათენდება არავინ არ ვიცით და მე თუ 41 წლამდე ყველა იმ დღით ვერ ვიხალისე და ვერ ვიცხოვრე იმით რომ მე 41-ის რომ გავხდები ვთქვათ და ის ბედნიერი დღე იქნება რაღაც ჩემთვის რომ 41 წელს მოვესწარი არა ჩემთვის მაგალითად ასე არ ვუყურებ მე დაბადების დღეს დაბადების დღე არის როცა დაიბადე და იმის მერე ყველა დღე არის ახალად დაბადების დღე ყველა დღე და არა რაღაც თარიღები იმიტომ რომ
აი თქვათ კიდევ ვამბობ 41-ის რომ გახდები ის დღე კი არ არის აღსანიშნავი 40-ის რომ გახდი და 40 წლის მერე რომ ის ერთი დღე გავა 2 დღე გავა 3 დღე გავა ყველა დღე ჩვენი ბედნიერების და ჩვენი დაბადების დღე უნდა იყოს იმიტომ რომ არ ვიცით ხვალ რა მოხდება არ ვიცით ზეგ რა მოხდება და ერთი წელს კი არ უნდა ველოდოთ ყველა დღე უნდა ვიხალისოთ ჩვენი ცხოვრებით და არა არამე განსაკუთრებული დღეები. ნუ რაღაც ეს ჩემი შეხედულებებია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას თუ არ მოგეწონებათ. მე ასე ვფიქრობ. არც 50 წლის თავი გადამიხდია, არც 60-ის ღმერთმა თუ მომასწრა არ ვაპირებ გადახდას და არც 20-ის და არც 25-ის და არა. პატარები რომ ვიყავით და სკოლაში ვიყავით რაღაც ჩვენ ერთმანეთს ახალგაზრდებს გქონდა ერთმანეთთან მიმოსვლა ესეც რაღაც 1-2 წელი გრძელდებოდა და იქ და ნუ არ ვღნიშნავთ დიდად ჩვენ დაბადების დღეებს. მოლოცვა საკმარისია, გავახსენები ადამიანს, მომილოცავს. მე თუ დავპატიჟებ ადამიანს, იძულებულს გავხდი რომ დავპატიჟებ და მოვიყვან ჩემთან დაბადების დღეზე. არა მეგობრებო. ვისაც მე ვახსოვარ გულით, სულით და ვინც მე აწევს ყურმის და დამირეკავს და მომილოცავს, იმას უფრო დიდ როგორ თქვა, ნიშნულობას ვანიჭებ, ვიდრე ვიღაც დავპატიჟო, მოვიყვანო, ვაიძულო რომ რაღაც მოვიდეს. არა, ჩემთვის ასეა მეგობრებო. გულით ვისაც ვემახსოვრები და მომილოცავს დაბადების დღეს, თუ გინდაც არ მომილოცოს, ეგეც არ არის პრობლემა. თავარია მეორე დღეს გავახსენდე, მესამე დღეს გავახსენდე, ესე იგი ვახსოვარ ადამიანს. ამაზე დიდი მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. თუ ახსოვხარ ადამიანს და არა ის რომ კერძოდ იმ დღეს ვაიმე არ იქა და რაღაცა. ჩემი შეხედულებებია მეგობრებო ეგ და არა ის რომ რაღაც აი ელემენტარულად მეც ვაკეთებ ხომ რაღაცას მე იმას არ ვამბობ რომ არ აღნიშნო და ვაიმე ამას რა თქმა ამდენი ამბავი ამას არ ვამბობ მეგობრებო ყველას თავისი სტილი აქვს თავისი მიდგომა ყველაფერთან ჩვენი სტილი ასეთია ჩვენს ოჯახში როგორ არა ჭიქასაც ვუჭახუნებთ როგორ არა სტუმართ მოყვარეც ვართ როგორ არა ყველაფერს ვცემთ პატივს მაგრამ გრანდიოზულად და რაღაც განსაკუთრებულად მომზადებულად და რაღაც არა სტუმარი ყოველთვის ღია მაქვს კარები, ყოველთვის სავსე გვაქვს მაცივარ და ყოველთვის გავავსობ ნახევარ საათში მე მაგიდას მოვა სტუმარი ღრმა პატივისცემა ჩემგან. ხო, წამლებიც ვიყიდე, ხო მეგობრებო, მართლა არ ვიცი, ღმერთმა არავის არ დააჭიროს წამლები და ყველა ჯამთელა დამყოფოს. ამასაც მინდა რაღაც ცოტა შევეხო, იმიტომ რომ მე როცა მაინც სადმე მყავს ამბავი, მაგრამ არ მიმყავს, უბრალოდ მოკლედ ვიტყვი. მე როცა ავად გავხდი დამინიშნეს ფილეპსინი, იმ დღიდან სანამ ავადაც გავხდებოდი, იმ წინა დღიდანაც დამინიშნეს ფილეპსინი და ვიყავი სულ ფილეპსინზე დამოკიდებული და მე ეხლა თითქმის 2 წელია, მე მგონი მეტნაკლებად ახლა არ მეშლებოდეს ზუსტად. ფილეპსინი აღარ შემოვიდა ბაზარზე, აფთიაქებში საერთოდ აღარ იყო. ხანს სად ვაბარებდი, მაგრამ აღარ იყო არსად და ვერც საიდან ვერ შემოვიტანე და გადავედი მე კარბა მაზეპინზე. მაგრამ მე როცა წამალს ვცლი, იძულებული როცა ვარ რომ აღარ არის ეს წამალი აფთიაქში და მე ვთქვათ წამალი უნდა შევცვალო, ანუ სხვა წამლით. იგივე დანიშნულება აქვს მაგალითად, იგივე შემცველობა აქვს მაგალითად, მაგრამ სხვა დასახელების იგივე მივწერ ჩემ ექიმს, რომ მე მის გარეშე არ შემიძლია ვერ შევცვლი, მე მის გარეშე ანალგინიც არ დამილევია, ვთქვათ, იმას რომ არ მივაწოდო, იმიტომ რომ მე სისხლის გამათხელებლებსაც რაც გამსვავ, მე არ ვიცი სხვა წამლებში რა ხდება და რა არის. მე არ ვარ ამ დონეზე ჩახედული ვთქვათ წამლებში, რომ ვენდო ვერც აფთიაქში ვენდობი ბოლომდე მეგობრებო, ვინმე ცუდად არ გამიგოს. როგორ არა, კი ახლა გიხსნიან და ყველანაირად, მაგრამ ბევრი რაღაც შემთხვევები ყოფილა და ვერც იქ ვერ ვენდობი ბოლომდე და რატომ ამბობ ახლა ამას? კარბამაზეპინზე ვარ რამდენი ხანია მეთქი, თითქმის 2 წელია და დღეს შევედი აფთიაქში და კარბამაზეპინიც ვერ ვნახე, 2 აფთიაქში ვიყავი და
ბოლოს ძირითადად მე დავდივარ გლუკოზაში. და გლუკოზაში რომ შევედი და ჩვენც არ გვაქო, ვაიმე მეთქი ხლა რა გავაკეთო იქნება, ეგეც აღარ არის მეთქი და დეფიციტშია მეთქი და ფილეპსინი ხომ არ შემოსულა შემთხვევით მეთქი და ნახა მეგობრებო და არის შემოსული. აი, შემოსულია ფილეპსინი და ღმერთმა არავის არ დააჭიროს, მაგრამ თუ ვინმეს ჭირდება და ვინმე ელოდებოდა ამ წამის დალევას, დღეს აღმოვაჩინე და გადავიდე უნდა ამაზე, იმიტომ რომ ეს მე ისედაც დანიშნული მქონდა. ხო და დღეს მარტო ეს არის მეგობრებო, აი სადაც მინდოდა წასვლა და ვამბობდი რომ უნდა წავიდე, უნდა მივიდე, ეს იყო და ეს. რაიც მეგობრებო, ცუდი არჩევანი არ გავაკეთე. თავარი ადამიანმა ის რასაც აჩუქებ, გამოიყენოს. ახლა მუდმივად არაფერი არ არსებობს, მაგრამ რაღაც დროით გამოიყენებს და სიგარეტსაც ეწევა და გამოადგება რა. ხო, რაღაცები კიდე მინდოდა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ხვალ, ზეგ თუ მაზეგ მაინც ვუყიდი ის რაც მაქვს, ელემენტარულები რაღაც დარჩენილი მინდოდა და ვეღარ გავწვდი და მე ვუყიდი. თვითონაც მუშაობს და ის ჩემს იმედზე და ჩემაზე კი არ არის, თვითონ ის თავს უყურებს, მე მუშაობს და თავის თავსაც უყურებს და თავის შვილსაც უყურებს და ჩვენ აქეთ ისე რაღაც ელემენტარულად როგორც მშობლების ვალდებულება რაღაცას ვაკეთებთ, თორემ ის მე არასდროს ჩვენ არ ვიყურებს, მაგრამ მე როგორც მშობელს, როგორც დედას, როგორც მამას გვინდა ზოგჯერ ასე რაღაც წავახალისოთ, რაღაცეებით და ეგა ხოლოდ, ხო. ეგ და ეგა. ხო, მანქანაც ყავს იმის რა ქვია იმას. მანქანაზე გამოსაბმელი რომანის რა ქვია, ღმერთო, სახელები მომეწდება მეგობრებო. ხო რაღაც რომ ქვია. ეგეც მინდოდა თუ იქნებოდა რაღაც მეტალიკას რომ უკავშირდებოდა ან კამარი, მაგრამ ვერ ვნახე ესეთი აქსესუარები და ეხლა კი იცით ჩემი ამბავი, შორს მე მარტო ვერ წავიდოდი ვერსად, ჩემ ძალს არ ეცადა და აქ სადაც ახლოს გავბედე რომ წავსულიყავი, არ იყო შორს, მოვედი მალე და ტელეფონზე ორჯერ და დამირეკეს რომ სათხარ როგორ ხარ და შორს ვერ წავიდოდი ნამდვილად, თორემ სადღაც რაღაცას აღმოვაჩენდი. ბრელოკი ძლივს მოვიგო. ხო და ეგ ბრელოკი მანქანაც ჩვენ ვაჩუქეთ, მანქანა არ იყო ეხლა ძალიან ახალი მანქანა და რაღაც და რაც ყავდა ამინას მისცა მას. აჩუქა რომ შენი იყოს მოიხმარე და ჩვენ მარშრუტკაც კი ყოფნის და თუ დაგჭირდება ჩვენი არ არის ისიც საწავო. თუ დაგჭირდება ეგეც არ არის პრობლემა, წაგვიყვანს და მოგვიყვანს. ასე და ამგვარად მეგობრებო, დღეს რაც იყო, ეს იყო და არ ვიცი ახლა არ მინდა უთხრა წინასწარ მოვა თუ არ მოვა, მაგრამ თუ არ მოვა ღამე ხომ მოვა, სულ ერთია, ხვალ დილას ხომ იქნება და წავახალისებთ რაღაცას ასე. საკე სასაჩუქრე ყუთებშიც აღარ ჩამიდია, იმიტომ რომ არ უნდა ამდენი ამას ელაფებს. თუმცა ოჯახში შენ შვილს უთვა, ვინმესთან ისი არ მივდივარ. ოფიციალურად და სპეციალურად. მორჩა, ეგ არის მეგობრებო და ეხლა გამოიცვალო, თორემ საერთოდ ცველი ვარ. ძალიან მაგრად ცხელა. აი როგორ გითხრათ, გარეთ რომ გაიხედოთ, ეხლა არის სულ რუბელი, სულ. მაგრამ ვერ მოისუნთქავ. აი ნახეთ, გეამასია ეს ტორტი. მე ძალიან მომწონს. ნიგზით არისო შიგნითო და გარედან ეს ხილი აქვს. რა ქვია ამას? სმაროდინა არ ქვია და მარწყვი. და შოკოლადით ზემოდან. არის შეგიძლია შეკვეთა მისცე და დაელოდო და სხვანაირი გააკეთებინო, მაგრამ იქ ჩემი ახლობელი არა, ნაცნობი არის მე პატრონე და ვიცი დარწმუნებული ვარ, ახალია, გემრიელია და არც ყიდიან ძველს, მე არ შემხვედრია ყოველ შემთხვევაში, იმდენჯერ მიყიდიან ამ ცხვარი და იმდენჯერ მიყიდია ტორტი და გელაც რომ ჩამოდეს, შენ სულ ყიდულობს.
სარას უყვარს მაგიის ტორტი და მარწყვი და სულ ყიდულობს და არასდროს არ შეხვედრია მართლა რომ რამე ისეთი იყოს და ვენდობი ერთი სიტყვით. ეხლა შევდგა ეგენი მაცივარში. ხო და ეგ არის და ეგ მეგობრებო. აი არ ვიცი მეგობრებო, ცუდად არ გამიგოთ, რასაც ვლაპარაკობ, რასაც ვამბობ, არაფერი ცუდად არ მიიღოთ მეგობრებო. მე არასოდეს არ ვამბობ იმას, რომ ვაიმე ის რატო აკეთებს მაგას, ვაიმე ეს რატო აკეთებს მაგას, ვაიმე ეს როგორ არ უნდა და რა არა მეგობრებო, პირიქით ყველაფერს გეფიცებით. ყველა ისე ცხოვრობს, როგორც მას მოწონს და მას უხარია და მას უნდა. მე ისე ვცხოვრობ, როგორც ჩვენ გვინდა. ამას ვამბობ და არც ვმალავ და არც ვიპრანჭები და არც ვამბობ იმას, რომ მე ახლა ამას ასე ვიზამ და ისე ვიზამ და არა მეგობრებო, არა, რეალურად ვლაპარაკობ რაც არის. არ უნდა ახლა იმას, რომ თვითონ ჯერ ერთი გიც არ არის. სმელი ახლა სხვანაირად გამოდის. ნუ დიდად დალევაც არ უყვარს. რაღაც შეიძლება 1-2 რომკა დალიოს, ან პივა დალიოს და მორჩა. დალევაც არ უყვარს. რა უნდა აღნიშნოს ახლა საჭმელაზე თუ დაჯდება, საჭმელი ისედაც მისთვის მოკლე წრეში ძალიან სამეგობროში. ეხლა გელაც რომ ყოფილიყო ვთქვათ, იგივე სიტუაცია იქნებოდა. ძალიან მოკლე წრეში ჩვენ ოჯახის წევრები და მაგრამ ისი სამეგობროც შეიძლება 1-2 ბიჭი მოსულიყო, მეტიც არ არის, იმიტომ რომ ფართო წრე არ უყვარს. ისეთი თავისებური ხასიათის არის და ყავს მეგობრები, რა თქმა უნდა, გოგოებიც და ბიჭებიც და ყველა ყავს, როგორ არა, მაგრამ ყავს მინიმალური და არა ფართო მასშტაბით. არც ასაჭირო მე თუ მკითხავთ, მეგობრებო, ძალიან დიდი სამეგობრო წრე, ვერასოდეს ვერ გეყოლება ადამიანს, ყველა შენი მეგობარი ნამდვილად ვერ იქნება. მე მგონი. ვერ იქნება. და ვერც ყველას ვერ ეყვარები და ვერც ყველა ვერ გეყვარება. ხომ ასია ზოგადად. არის მეგობრებო, ბევრ ლაპარაკში ბევრ შეცდომას დავუშვებ იქნება, მაგრამ მე ყველაფერზე ჩემი შეხედულებები მაქვს და რას მაქვს, იმას ვამბობ. მორჩა. ეს არის და ეს. კარგით მეგობრებო და გემშვიდობებით, თორემ შემაშრა ესეც კაცით. დღეში რამდენჯერ უნდა შეხვიდე, მოკლედ აბანოში არ ვიცი. დავედი ახლა. დროებით მეგობრებო. მოვალ დღეს თუ არა ხვალე აუცილებლად მოვალ. დროებით. წარმატებული დღე თქვენს.